სწორედ უკრაინისგან არის მოსალოდნელი ასეთი გახმაურებული ნაბიჯები კრემლისთვის ზიანის მისაყენებლად. მაგრამ როგორც აქამდე იყო, ბევრი გადამწყვეტი მომენტი, კიევი კიდევ ერთხელ უახლოვდება გზაჯვარედინს იმის თაობაზე, თუ რა გააკეთოს საჰაერო კამპანიასთან დაკავშირებით. საფრთხის ქვეშაა რუსეთის MSP-ს რამდენიმე პროცენტული პუნქტი. პოლიტიკური სტაბილურობა მოსკოვში. შესაძლოა უკრაინის შესაძლებლობა შეინარჩუნოს შეტევითი ოპერაციები და საერთოდ შეძლებენ თუ არა წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები ჭამას. დღეს მინდა განვიხილო 4 ყველაზე მკაფიო ვარიანტი, რომლებიც ხელმისაწვდომია, როცა უკრაინა განიხილავს თავისი საჰაერო კამპანიის შემდეგ ნაბიჯებს. და რომ უფრო დავაკონკრეტო თემა, საუბრობ იმ მოვლენებზე, რაც შეიძლება მოხდეს მომდევნო თვეში ან დაახლოებით ამ პერიოდში. ეს შეზღუდვა გამორიცხავს დარტყმებს რუსეთის შიდა ენერგო და გათბობის სისტემებზე, რათა ფაქტობრივად გაატინოს მტერი. დარწმუნებული ვარ, ამ ვარიანტს მალე სხვა ფორმატში განვიხილოთ. ასე რომ, ჩვენ გვრჩება შემდეგი ვარიანტები. პირველი. გავზარდოთ ზეწოლა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მეორე, გავაფართოვოთ უაილდ ვერისეიერიშები. მესამე, გადავიდეთ რუსეთის სარაკეტო ძალების სათინაამდეგო კამპანიაზე და მიზანში ამოვიღოთ რუსეთის ბალისტიკური რაკეტები. ბოლო ვარიანტისთვის განვიხილავთ რუსეთის საკვების მიწოდებას. თემას, რომელსაც მცირე ყურადღება ექცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე აშკარა დარტყმა განხორციელდა. შემდეგ მოკლა შენიშვნას გავაკეთებ იმის შესახებ, თუ როგორ არის ეს საუბარი სინამდვილეში შესავალი უფრო დელიკატური სტრატეგიული შეხვედრისთვის, რომელსაც კრემლი ამჟამად მართავს. მაგრამ დღევანდელი პირველი საკითხია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სხვა ნავთობის ინფრასტრუქტურა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება აშკარა არჩევანად მოგუჩვენოს, რადგან მან ყველას ყურადღება უკვე წელიწადზე მეტია მიიპყრო, აქ გარკვეული ნიუანსებია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. შეხედეთ ამ ბოლო დროს გავრცელებულ ამბავს. უკრაინის დრონებმა დაარტყეს რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც 800 მილზეა დაშორებული. ანუ, თუ არა თავისუფალ ერთეულებში დავითვლით, საზღვრიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში. ეს დიდი მოვლენაა, რომელსაც 5 საათის განმავლობაში ამბის გავრცელებიდან 82 მედია საშუალებამ გააშუქა. მაგრამ ნება მომეცით გაჩვენოთ, რა სარგებელი აქვს ამ ამბის შესახებ ცოდნას თევანდელი ვიდეო სპონსორის Ground News-ის მეშვეობით. მაშინაც კი, როცა მხოლოდ ამბის მოკლე შინაარსი გაქვს ქვემოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე მედია საშუალებების სათაურები ხშირად შეცდომაში შემყვანი და კლიკბეითური ნარატივებისკენ იხრება. საერთო გადამუშავების სიმძლავრის 2.7%. დაიმახსოვრეთ ეს შემდეგისთვის. მაგრამ Ground News ასევე გაძლევთ საშუალებას, იცით, წაიკითხოთ სტატიები სხვადასხვა წყაროდან და მიიღოთ სიღრმისეული ინფორმაცია თემის შესახებ. რაც შეეხება სიგანეს, Ground News აქვს სპეციალური ფუნქცია, რომელსაც ბრმა წერტილი ქვია. ეს არის ამბები, რომლებსაც პოლიტიკური სპექტრის ერთი მხარე არ აშუქებს. სხვათა შორის ეს არის ჩინეთი, რომელიც ყიდულობს შენობას თეთრი სახლის მახლობლად, და არა ჩინეთი, რომელიც ყიდულობს თეთრი სახლიდან წამოსულ კიბეებს. და თუ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ წაიკითხოთ მხოლოდ ორიგინალის საინფორმაციო წყაროს სათაურზე მეტი, არ ვიცი კიდევ რა შეიძლება იყოს. და თუ ეწვევით ground.news/linuson-maps ან დაასკანერებთ ეკრანზე არსებულ QR codes, Vantage გეგმის ფასიდან საოცარ 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ, რაც გაცდავთ ცდომას ყველა ამ ფუნქციაზე და კიდევ ბევრ სხვაზე. სამწუხაროდ, Steps from the White House-ის ფიზიკურ მფლობელობას ვერ მიიღებთ. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მადლობა Ground News, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. როგორც არ უნდა იყოს, რაფინერიების წინააღმდეგ ყველაზე მაცდუნებელი არგუმენტი არის კლებადი ზღვრული უკუგება. რა თქმა უნდა, ზიანი გროვდება. მაგრამ ახალი სამიზნეების მიღწევა უფრო რთული ხდება, რადგან გიწევს მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის გადაკვეთა. უკეთესია, მოძებნო რაღაც ახალი, ამჟამინდელი რაკეტებისა და დრონების მოქმედების რადიუსში და იქ, სადაც უკვე ამდენი თავდაცვა არ არის განთავსებული. თუმცა, ამ არგუმენტს რამდენიმე ნაკლი აქვს. პირველ რიგში, რუსეთს შეუძლია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უფრო სწრაფად შეაკეთოს, ვიდრე ჩანს. უკრაინისთვის სამწუხაროდ ყველაზე მარტივი სამიზნეები, როგორც წესი, ასევე ყველაზე მარტივად შესაკეთებელია. საქმეს არც ის შველის, რომ ზიანის უმეტესობა დრონებმა მიაყენეს, ხოლო ისინი ნაკლებ საცეცხლე ძალას იძლევა, ვიდრე სრულფასოვანი რაკეტა. მაგრამ სისტემაში უფრო დიდი პრობლემა თავისუფალი სიმძლავრეა. დაინახავთ თვალის მომჭრელ სათაურებს, როგორიცაა რიცა. უკრაინამ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრის 38% გამორთო. კარგი, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი რაც დაარტყეს მართლაც გამორთულია, სიმძლავრე არ ნიშნავს წარმოებას და წარმოებაა მთავარი მაჩვენებელი. დარტყმების კამპანიამდე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრის დაახლოებით მეხუთედი უმოქმედოდ იყო. ნაწილობრივ იმისთვის, რომ ძველ ტექნიკას დაესვენა და ნაწილობრივ ნედლი ნავთობის უკმარისობის გამო. ამგვარად, უკრაინისთვის პროპაგანდისტული გამარჯვების გარდა, დათმების მთავარი საწყისი შედეგი იყო სამუშაოს გადატანა თავისუფალ სიმძლავრეზე. ნამდვილი ხარჯი მოდიოდა შეკეთებებზე და ნავთობის ქსელების გადამისამართების ლოგისტიკის გარკვევაზე.
ამგვარად, სადაც თავდაპირველად საწვავის დეფიციტი დაინახეთ, ეს ლოგისტიკური ჯგუფების ჩავარდნის ბრალი იყო და არა იმიტომ, რომ რუსეთს წარმოების სიმძლავრე არ ყოფნიდა. ნამდვილი პრობლემები მაშინ წარმოიშვა, როდესაც უკრაინამ დაიწყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დართმების გაფართოება უფრო შორეულ სამიზნეებზეც. ეხლა რუსეთი რეალურად დეფიციტის წინაშე დგას. თუმცა უკრაინას ვერ შეეძლო ამ ნაბიჯზე დაუყოვნებლივ გადასვლა, რადგან უფრო ღრმა ავია დათმებს სჭირდება, მეტი დარწმუნება იმაში, რომ საჰაერო თავდაცვა არ ჩამოაგდებს ყველა შემოსულ დრონსა და რაკეტას. იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ ამ ფაზას მივახციეთ, არგუმენტი, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დართმა, მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინამ ახლახან დაიწყო ამ კამპანიის ნამდვილი სარგებლის მიღება. ჩვენ არ უახლოვდებით კლებადი ზღვრული უკუგების პრობლემას, ასე რომ რატომ უნდა გავჩერდეთ? ბოლოს ერთი საკითხი ნავთობის შესახებ და გავაგზავნებთ თემას. გთხოვთ, წაიკითხოთ სათაურებზე მეტად. ეს ვარიანტი არ ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას. შეიძლება ნახეთ ცნობები, რომ ვენცმა ჩაერია და შეაჩერა უკრაინის თავდასხმები ნავთობის ტანკერებზე. დიახ, მაგრამ ეს კრიტიკულად უგულებელყოფს, რომელ ტანკერებზეა საუბარი. და პასუხია, არა რუსული ტანკერები, რომლებიც ყაზახეთიდან ნავთობს საერთაშორისო ბაზრებზე ეზიდებიან მილსადენით, რომელიც რუსეთში გადის. ეს პრობლემებს უქმნიდა ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ამ ნავთობისთვის ტანკერებს ქირაობდნენ, ასევე ნავთობის ფასების სტაბილურობას დასავლეთის ბაზრებზე, რომლებიც, როგორც წესი, მასზე იყვნენ დამოკიდებული. და დასავლეთის უფრო ფართო მცდელობებს ყაზახეთი რუსეთის კოალიციიდან გამოეყვანათ. ნიშნულოვანია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ყაზახეთის ნავთობზე, არამედ რუსეთის ნავთობის ოპერაციების ნებისმიერ ნაწილზე დართმებისგან თავშეკავებას მოუწოდებდა. ამის საპირისპიროდ, დღეს უკრაინას შეუძლია გააგრძელოს სხვადასხვა ობიექტებზე დართმები საერთაშორისო სანქციების პოლიტიკის შესაბამისად და არ გაეხუიოს დაპირისპირებაში ტრამპის ადმინისტრაციასთან. მეორე პუნქტი სიაში და ასევე სტატუს კუოს შენარჩუნების თემის ფარგლებში არის ონლაინ საცალო ვაჭრობის სადისტრიბუციო ცენტრებზე კონცენტრირება. ეხლა შემეძლო უბრალოდ მეთქვა Wildberries-ი, რადგან უმეტესმა ადამიანმა უკვე იცის, რომ ეს ხილის სახელწოდების მქონე კომპანია რუსეთის Amazon-ის ანალოგია. რა თუ არ იცოდით, ხედავთ როგორ დავწერე ეს სცენარი, რომ ეს ბუნებრივად დამემყარებინა. მაგრამ არ მინდა ეს განხილვა მხოლოდ ერთ კომპანიაზე შევძლუდო. თუ მხოლოდ Wildberries-ზე გავამახვილებთ ყურადღებას, უკრაინას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რადგან აქ კლებადი ზღვრული უკუგება კვლავ მცირეა. დაიმახსოვრეთ ეს შემდეგისთვის. Wildberries-ის ჰაბები ისეა დაპროექტებული, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმუშაონ. ასე რომ, თუ ერთ-ერთს ააფეთქებ, უზარმაზარ ზიანს მიაყენებ. ასევე დიდი ალბათობით, შენ ობიექტს მთლიანად დაკარგავ, განსხვავებით იმასთან, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხდება. მაგრამ შენ არაფერ ხებ სხვა ჰაბის მუშაობას, სანამ შეკვეთები მოდის და საცალო მოვაჭრეები აგრძელებენ გაყიდვას Wildberries-ის marketplace-ზე. უკრაინისთვის მინუსი აქ ისაა, რომ ერთი დისტრიბუციის ჰაბი საკუთარ ღირებულებაზე ბევრად მეტს არ წარმოადგენს. პლუსი ისაა, რომ ყოველი დისტრიბუციის ჰაბი, რომელსაც დაარტყამ, დაახლოებით ისეთივე ღირებულია, როგორც წინა. ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორებია კომპანიისადმი ნდობის დაკარგვა და სათხოვების ზომების ზომა. Wildberries-ი ცდილობს ოპერაციები მაქსიმალურად გაადიდოს, მაგრამ ზოგიერთი საწყობი სხვებზე დიდია. თუ აქ გაფართოების რაიმე შესაძლებლობა არსებობს, ეს არის Wildberries-ის მთავარ კონკურენტ ოზონზე სამიზნე შემოღება. ძირითადად, ოზონი კიევის სამიზნეში არ მოხვედრილა, რამდენიმე ბუნდოვანი გამონაკლისის გარდა. 24 ივლისის საწყობის ხანძარი, რომელიც შესაძლოა უბრალოდ გვერდითი ზიანი იყო ახლომდებარე Wildberries-ის დათმის შედეგად, და კიდევ ერთი შემთხვევა, 31 ივლისს, რასაც უკრაინა განიხილავს როგორც განზრახ დართმას, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა Wildberries-ის ობიექტს იმავე სამრეწველო კომპლექსში, მაგრამ ოზონის თქმით, ზიანი არ მიუყენებია. ეხლა უკრაინა აქ არ იკავებს თავს გულმოწყალების გამო, ან როგორც ჯილდოს ოზონისთვის. იმისთვის, რომ ის არ ყიდის იმავე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობას, რასაც Wildberries-ი. სინამდვილეში, საჯარო პეტიციებში, რომლებიც განკუთვნილია ფრონტზე მყოფი ჯარისკაცებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ოზონის ბულები დაახლოებით ისეთივე სიხშირით გვხვდება, როგორც Wildberries-ის ბულები. საკითხი ისევ ბიზნეს მოდელს უკავშირდება. ოზონმა ყურადღება გაამახვილა უფრო მცირე, მაგრამ მეტ სათხოვებზე. მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, ისინი უკრაინისთვის ისეთივე კარგი სამიზნეები არ არიან, როგორც Wildberries-ის დიდი ობიექტები. თუმცა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თუ უკრაინა საკმარის Wildberries-ის ობიექტებს გაანადგურებს, მაშინ უფრო მცირე ოზონის სამიზნეები შემდეგ საუკეთესო ვარიანტად იქცევა. მესამე ვარიანტია, რომ უკრაინამ მიზანმიმართული ძალისხმევა მიმართოს რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების დასაზიანებლად და კიევს შეიძლება აქ დიდი არჩევანი არ ჰქონდეს. ალბათ უკვე გსმენიათ ჩემგან ან სხვაგან უკრაინაში ანტისარაკეტო თავდაცვის სერიოზული დეფიციტის შესახებ. დრონების ჩამოგდების მაჩვენებლები ჯერ კიდევ კარგია, მაგრამ რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა პატრიოტების ნაკლებობის გამო.
სადაც ბოლოს დავტოვეთ ეს საუბარი, იყო შესაძლებლობა, რომ უკრაინას უნდა აერჩია არსებულ სამიზნეებზე იგივე ტემპი შეენარჩუნებინა, თუ გადართულიყო რუსეთის რაკეტების წარმოების მიზანში ამოღებაზე. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ შეფრონებული კლიშე, რომ საუკეთესო დაცვა კარგი თავდასხმაა. აქ რეაქტიული პასუხის გათვლა ცუდად გამოდის. CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას დაახლოებით 60%-ით ნაკლები ჩამჭერი აქვს ვიდრე გასულ წელს, მაშინ როცა რუსეთი დაახლოებით 2-ჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას ისვრის. ეს ციფრები დაახლოებით ემთხვევა მესამე მხარის შეფასებებს. ეს იყო ზელენსკის ლობისტური კამპანიის ნაწილი, რათა მეტი პატრიოტის ჩამჭერი მიეღო. მან დაამატა, რომ აშშ-ის მარაგების 5% უკრაინას ზამთარს გადაატანინებდა, ხოლო 10% რუსეთის ყველა რაკეტას გაანადგურებდა. ეხლა არ მეპარება ეჭვი, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა თუ მეტი პატრიოტის სისტემას მიიღებდა. თუმცა ეს ციფრები არ გამოდის. სრულიად თავდაცვითი მიდგომა არ მუშაობს. რუსეთი ახლა თვეში 100-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტას ისვრის. ოპტიმისტურად რომ თქვათ, შეერთებულ შტატებს მარაგში 1000 პატრიოტი დარჩა. ხვალ ოპტიმისტურად რომ თქვათ, თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეულ რაკეტაზე ერთი ჩამოგდება ხდება, ეს მაქსიმუმ ერთი თვის რაკეტებს ეყოფა. რადგან უნდა გაგეთდეს რუსულ ნიშნელში, რომ ეს იმუშაოს. უკრაინამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, შეუძლია თუ არა ქვეყანას აიტანოს სამოქალაქო დანაკარგები იმისთვის, რომ რუსეთს პოლიტიკური პრობლემები კიდევ უფრო გაუმძაფროს. ეს შესაძლებელია. ამ იარაღების გამო სამოქალაქო დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ ასეულებშია წლევანდელი მონაცემებით. სხვეპლის რაოდენობა იზრდება და სამოქალაქო პირების ნებისმიერი რაოდენობით დაღუპვა ცუდია, მაგრამ ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც უკრაინა აწყდება. სირთულეებს ისიც ემატება, რომ რუსეთი შესაძლოა აიძულებს უკრაინას იმოქმედოს, რადგან აძლიერებს შეტევებს იარაღის საწარმოო ობიექტებზე. დიახ, პუტინი ეძებს სამხედრო ტექნოლოგიებს. გამიუხედავად იმისა, რამდენად მიმზიდველი იყო ბოლო წინადადება, თუ აღარ გაქვს გასაშვები რაკეტები, მაშინ დილემაც აღარ არსებობს. სინამდვილეში საერთოდ არაფერი გაქვს გასაკეთებელი. ამიტომ ჩნდება საჭიროება, რომ უკრაინის MILF ტექნოლოგიამ დაიწყოს რუსეთის MILF ტექნოლოგიის მონადირეების ძებნა. აქ ბევრი ნაკლოვანებაა. პირველი, საწარმოო ობიექტები როგორც წესი საკმაოდ შორს მდებარეობს. ამიტომაც ძალიან მოსახერხებელია, რომ უკრაინამ წინასწარ გაათხელა რუსეთის საჰაერო თავდაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საერთოდ არ იქნებოდა შესაძლებელი. მეორე, საწარმოო ობიექტები გამაგრებულია, არა მხოლოდ ამ კონკრეტული მიზეზით, არამედ იმიტომაც, რომ შენობები უნდა იყოს გამძლე შიდა აფეთქებების მიმართ ავარიის შემთხვევაში. ეს მესამე საკითხისთვისაც მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ისვრის მათ რეალურად. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს რაკეტებით ამარაგებს. ამ მანძილზე იოლი გამარჯვებები არ არსებობს. თქვენ ვერ გააგზავნით უბრალოდ კვადროკოპტერს ნავზე კორეის ნახევარკუნძულის მახლობლად ოპერაცია ობობას ქსელის მსგავსად. თქვენ გჭირდებათ სერიოზული საცეცხლე ძალა. ამიტომაც ისევ უბრუნდებით ჩვენს ძველ საუბარს იმის შესახებ, რომ საჭიროა გამშვები დანადგარების მონადირება, ზუსტად ისე, როგორც ირანის ომში საჰაერო უპირატესობის დამყარებისთვის იყო მნიშვნელოვანი. და ბოლოს გვაქვს საკვების ლოგისტიკა. ამას ბოლომდე ვინახავდი, რადგან ყველაზე მეტი ინტრიგა სწორედ აქ არის. თუ დაუბრუნდებით Wildberries-ის კამპანიის დასაწყისს, მეორე ტალღის იერიშების დროს, 22 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა ბრიანსკში მდებარე მირატორის ხორცპროდუქტების ქარხანას დაარტყეს. ისევე როგორც მაშინ, ეხლაც გაურკვეველია, იყო თუ არა ეს განზრახული იერიში. დრონები ზოგჯერ კურსიდან გადადიან. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც გჯერათ თუ არა ჯერ კიდევ გარკვეულწილად არსებობს რუსეთის შიგნით, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დრონების ჩამოვარდნა არასწორ ადგილას. რატომაც ჩანდა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, იგივე ორმაგი დანიშნულების არგუმენტია, რომელსაც უკრაინა იყენებს Wildberries დარტყმების გასამართლებლად. Yuri Torgi ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცის მომწოდებელია რუსეთში. ამ ხორცპროდუქტების ნაწილი რუსულ სამხედრო ძალებს მიეწოდება. და იმის გათვალისწინებით, რომ დარტყმა საზღვრის ოლქში მოხდა, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ უკრაინა ცდილობდა რუსული ლოგისტიკის გამოფიტვას ამ რეგიონში. მაგრამ შემდეგ დრო გადის და გაგრძელება აღარ ყოფილა. ასე რომ შეიძლება ეს შემთხვევიდობა იყო, შეიძლება განზრახაც იყო, მაგრამ შეგნებულად მხოლოდ ერთჯერადი იყო. ან იქნება Wildberries დათმები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ უკრაინამ გადაწყვიტა დანარჩენი ვარიანტები დროებით გვერდზე გადაედო. რაც ამ პოტენციური სტრატეგიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად განუხილველი რჩება, არის ის, რომ საკვების განაწილების სისტემები სრულიად განსხვავდება Wildberries-ის მოდელისგან. გაიხსენეთ, რომ Amazon-ის სტილის სადისტრიბუციო ცენტრები პრაქტიკულად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ასე რომ თუ ერთს დაარტყამთ, დანარჩენები მუშაობას აგრძელებენ და შესაძლებელია მიტანის გადამისამართება დაუზიანებელი ჰაბებიდან. უბრალოდ საქონელს უფრო დიდი მანძილის გავლა უწევს. საკვების წარმოება და განაწილება ასე არ მუშაობს.
ამ ნივთების უმეტესობა სწრაფად ფუჭდება. თუ ერთ საწყობს გაანადგურებთ, საცალო მოაჯრეები უბრალოდ ვერ გადავლენ სხვა სადისტრიბუციო ცენტრზე. არა, თუ არ ჩაატარებენ რთულ ლოგისტიკურ გამოთვლებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერი მიწოდების ადგილამდე მიაღწევს, მანამდე სანამ საკვები გაფუჭდება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საკვები დაბალმარჟიანი ბიზნესია. ასე რომ, თუნდაც 100 დამატებითი კილომეტრის დამატებამ მიწოდებაზე შეიძლება ყველაფერი ზარალში გადაიყვანოს. საკითხი ისაა, რომ გადამამუშავებელი ქარხნისა და Wildberries-ზე დათმებს სისტემაზე სრული ქაოსის მოსახდენად გარკვეული დონის გაჯერება სჭირდებათ. ეს საკვების ბიზნესზე არ ვრცელდება. ამიტომ კიევს აქ უფრო დიდი ზღვრული სარგებელი აქვს, რომ რამდენიმე კვერცხი ამ კალათაში ჩადოს და რუსეთს ყველგან კვერცხების წარმოება შეუზღუდოს. ნიშნულოვანი შენიშვნა აქ ისაა, რომ უკრაინას მოუწევს ძლიერად გაამახვილოს ყურადღება ორმაგი დანიშნულების ნარატივზე, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო ზიანის κρიტიკა. ეს ნარატივი Wildberries-თან დაკავშირებითაც მუშაობდა, მიუხედავად პროპორციულობის საკითხებისა. და დასავლელი ლიდერებისგან ჯერ კიდევ არ ყოფილა არც ერთი პრეტენზია. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია, თუ უკრაინა ამ გზას დაადგება. ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუ უკრაინა საკვების გადამამუშავებელ ობიექტებზე დათმებს მხოლოდ საზღვრის ოლქებში განახორციელებს და არა მაგალითად მოსკოვში. დავასრულებ აქ ცოტა განსხვავებული შეჯამებით. დიახ, ჩვენ 4 ვარიანტი გვაქვს მაგიდაზე. მაგრამ აქ მახსენდება ძველი თავდაცვითი ალგორითმი. თუ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, რა არის აქ ფართო სტიმულები, მაშინ, რა თქმა უნდა, კრემლიც შეძლებს მათ გაანალიზებას. და იქ მყოფ ადამიანებსაც აქვთ შესაძლებლობა თავდაცვითი რესურსები გადაანაწილონ, რათა თავიანთი სისუსტეები დააბალანსონ. შესაბამისად, ეს ფაქტობრივად უბრალოდ დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასონ უკრაინამ და რუსეთმა თითოეული ამ სტრატეგიის სარგებელი და რისკები. ჩვენთვის შეუძლებელია ზუსტად განვაცხადოთ, რომელი მათგანი მოხდება პრაქტიკაში. რუსეთი შეეცდება გაათანაბროს თავისი სისუსტეები ამ ვარიანტებს შორის, რის შედეგადაც თითოეული მხარის ხელთ არსებული მცირე კონფიდენციალური ინფორმაცია განსაზღვრავს, რა მოხდება პრაქტიკაში. განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ აზრადაც არ მოგვსულია, როდესაც პოტენციურ ცხელწერტილებზე ვფიქრობდით. მაგრამ ეს ნამდვილად საინტერესო თავსატეხია. კიდევ ერთხელ მადლობა Ground News, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. გადადით ground.news/linesonmaps-ზე. ან დაასკანერეთ ეკრანზე მოცემული QR კოდი, რათა დაზოგოთ 40% advantage plan-ის შეძენისას. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახავთ. მოიფთილეთ თავი.